მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი და სტუმრად ვართ Unit Store-თან. Unit Store არის IT და ზოგადად ციფრული სერვისების მაღაზია, ჰიპერმარკეტი. ძალიან საინტერესო ბიზნეს მოდელია და მოდით ახლა Unit Store-ის დამფუძნებელს ალეკოს დაველაპარაკოთ დეტალებზე. ალეკო, დიდი მადლობა. მადლობა მონაწილეობაზე. მადლობა ლადო, ძალიან საინტერესო პოდკასტები გაქვთ და ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებთ ხალხურს. მივესალმები ჩვენი პოდკასტის მსმენელებს და ასოციაციის წევრებს და მედი მაქვს რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა როგორც Unit Store-ის, ისევე ზოგადად e-commerce-ის მდგომარეობაზე საქართველოში. დიდი მადლობა, აუცილებლად. ალეკო, ზოგადად მაინტერესებს ეს იდეა საიდან გაჩნდა. ბიზნეს მოდელი ძალიან საინტერესოა, ძალიან მომეწონა და ასევე ძალიან საინტერესოა მსოფლიოში თუ არსებობს ესეთი ბიზნეს მოდელი რა. კი, დაინტერესება მიმართულებით ყოველთვის ქონდა, რადგანაც IT ბიზნესში დიდი ხანია მოღვაწეობთ და გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით ძალიან საინტერესო როგორც სტარტაპები, ასევე საკმაოდ განვითარებული IT სერვისები. ეს წამოვიდა ისევ ჩვენივე გამოცდილებიდან, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და უკავშირდებოდა ისევ ჩვენივე პარტნიორების საჭიროებებს, რაც გამოხატული იყო სხვადასხვა ციფრული პროდუქტების მართვის პრობლემაში. ეს შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ბილინგთან, შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო სხვადასხვა ციფრული პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მართვასთან და ასევე სხვადასხვა ადგილას ამ ციფრული პროდუქტების შეძენასთან, შემდგომ გამოყენებასთან და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ მომსახურებასთან კომპანიების მხრიდან, რომლებიც იყვნენ ჩვენი პარტნიორები. და ამან გვიბიძგა რომ ამ ჩვენს გამოცდილებაზე დაყნობით, რომ წლების განმავლობაში გროვდებოდა, მოგვეყარა თავი ყველა იმ ძირითადი ციფრული პროდუქტისთვის ერთად, რაც გამოყენებაში იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით და ეს ყველაფერი დაგვედო ერთ ადგილას, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ონლაინ ჰიპერმარკეტში ციფრული პროდუქტების. სახელით სწორედ აქედან გამოვიდა Unit Store. ერთიანი ადგილი ყველა ციფრული პროდუქტისთვის. ეს იყო იდეა. პირველი, რომ გაგვემარტივებინა პარტნიორი კომპანიებისთვის ციფრული პროდუქტების როგორც შეძენა, ასევე მათი შემდგომი მართვა. პრობლემა ასევე ისიც იყო, ლადო, რომ გარდა იმისა, რომ ადამიანებს უჭირდათ ციფრული პროდუქტის შეძენა, თუ პროცესი არ არის მარტივი, ყველა ადამიანისთვის თუ სპეციფიური ცოდნა არ აქვს, რომელი შეიძინოს, რატომ, რისთვის, რა ბარათი მიაბას, როგორ გადაიხადოს და ასე შემდეგ. შეძენის შემდგომი პროცესიც საკმაოდ რთული არის ხოლმე კომპანიებისთვის, რადგანაც ამ შეძენილ პროდუქტს ჭირდება აქტივაცია, მოქმედებაში მოყვანა და ადამიანების სამსახურში ჩაყენება, ასე ვთქვათ, რასაც ჭირდება დამატებითი ცოდნა, მინიმუმ კვალიფიციური კონსულტაციის მიღება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ერთად გაგვეერთიანებინა, როგორც ციფრული პროდუქტები, ასევე კვალიფიციური კონსულტაცია, რომ ეს შეძენილი ციფრული პროდუქტი ჩაგვეყენებინა ბიზნესის და ადამიანის სამსახურში. ეს იყო მთავარი იდეა. რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით გამოცდილებას, არის რამოდენიმე მსხვილი პროვაიდერი, რომელიც დაახლოებით ამ პრინციპით აწვდის სერვისებს, მაგრამ მათ აქვთ გარკვეული დანაკლისები, ასე ვთქვათ, ჩამონათვალში მიმართულებების. მაგალითად, შეიძლება რომ პროდუქტიულობის ნაწილში წარმოდგენილი იყო მსხვილად, მაგრამ არ ქონდეთ ისეთი მიმართულებები, როგორც არის მაგალითად უსაფრთხოება, არქიტექტურული პროგრამები, ვიზუალური დამუშავების პროგრამები, cloud სერვისები და ამასთან დაკავშირებული საკონსულტაციო ის არა აქვს. ანუ არიან საკმაოდ სხვილა წარმოდგენილები, მაგრამ ყველა აი ამ ძირითად საჭიროებას, რაც შეიძლება ბიზნესს ჰქონდეს თავის სასწავლო ციკლის განმავლობაში, ვერ კრავენ. ამიტომ ჩვენი მიდგომა, ასე ვთქვათ, ინოვაციურია ამ პრინციპით, რომ შედის ბიზნესი Unit Store და არა მხოლოდ ბიზნესი, ასევე ჩვეულებრივი ინდივიდუალური პირი და იქ ხდება ზუსტად ის ჩამონათვალი, რომელიც აუცილებელია, რომ მან განახორციელოს თავისი იდეა. ეს იქნება დომენის რეგისტრაცია, კორპორატიული მეილის არჩევა,
რომელიმე SaaS გადაწყვეტილების გამოყენება, cloud-ში სივრცის აღება თავიანთი პროგრამების განთავსებისთვის, ბიზნეს პროგრამების, უსაფრთხოების გადაწყვეტილებების შეძენა თუ ამ ყველაფრისთვის უბრალოდ კონსულტაციის მოთხოვნა თუ რომელი ერგება იმ კონკრეტულ მომენტში მის საჭიროებას. გასაგებია. ამიტომ თვლით რომ ნამდვილად ინოვაციურია Unit Store და ძალიან დიდ პოტენციალს ხედავთ გაფართოების თვალსაზრისით საერთაშორისო ბაზრებზეც. კი, ცალსახად არის ეგ ნიშა. მაგრამ თქვენი სეგმენტი მაინც არის უფრო როგორც ვთქვა B2B მიმართულება და არა საცალო. თუმცა ალბათ იმასაც ემსახურებით, ხო? კი. სწორად აღნიშნე B2B-ზე ვართ ძირითადად ორიენტირებული, მაგრამ თვითონ პლატფორმა მზად არის B2C-ისთვის. გასაგებია. ამ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ დარეგისტრირდეს სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. და შეიძინოს ნებისმიერი ციფრული პროდუქტი, რომელიც განთავსებულია პლატფორმაზე. გასაგებია. რა გამოწვევებს აწყდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან რა და ზოგადად ქართული ბაზრი? გამოწვევები საკმაოდ ისეთია ინდივიდუალურია და ლოკალური ჩვენი ბაზრისთვის დამახასიათებელია. პირველი არის, რასაც ვიტყოდი, უფრო ნდობის მომენტი e-commerce-ის მიმართ და online გადახდების მიმართ ზოგადად და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ავამაღლოთ ცნობიერება თქვენი დახმარებით, რასაც პირველია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ეს, რომ ამაღლდეს ცოდნა, მიმღებლობა ამ ტიპის სერვისების გამოყენების მიმართ online-ში, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბიზნესებს უჭირთ ხოლმე გადაწყვეტილების მიღება, რომ რაღაც კონკრეტული სერვისი ესე ონლაინ ბარათი მიაბას მაგალითად შეიძინონ და რაღაც ვებგვერდიდან როგორ შეიძლება მსგავსი პროდუქტის შეძენა, აქტივაცია, მომსახურების მიღება და ასე შემდეგ. ანუ აი ნდობის მომენტში არის ერთი თემა, რაც არის ხოლმე შემოფერხებელი. მეორე რაც ასაც ჩვენ ხედავთ არის გადახდის მეთოდების მრავალფეროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები თავაზობენ ძალიან ბევრ სხვა მიდგომებს, მაინც უფრო მეტი სიმარტივეს ვისურვებდით გადახდის მეთოდების გამოყენების პროცესში, უკვე მათ მხარეს, მომხმარებლის მხარეს, იმიტომ რომ ზოგჯერ რთულია ხოლმე აი უკვე ბოლო სტადიაზე, როდესაც მომხმარებელი ღებს გაწყვეტილებას და თქვა ეგრეთ წოდებულ check-outs აკეთებს, მან გჭირდება უფრო მეტი სისწრაფე გადახდის მეთოდების გამოყენების დროს, რომ ეს სწრაფად მოხდეს ამ ტრანზაქციის დამუშავება, ასახვა და ეს იქნება მობილურით თუ ვებგვერდით თუ ასე შემდეგ, იყოს მაქსიმალურად მოქნილი და სწრაფი. ეს მეორე მომენტია, რომელიც გვაქვს ხოლმე და მესამე არის, რომ ზოგადად ჩვენ შემთხვევაში საუბარი არის ციფრულ პროდუქტებზე, IT პროდუქტებზე, რომელიც ისედაც სპეციფიურია თავის ხასიათიდან გამომდინარე, ეს არის ყოველდღიური მოხმარების საგნები, ეს არის ციფრული პროდუქტები, რომლის შესახებაც მათ სმენიათ, მაგრამ რეალურად როგორ შეიძლება ეს რომ გამოადგეთ პრაქტიკულ მოხმარებაში და სანამ მივლენდათ ის დააჭერენ შეძენის ღილაკს, მაინც ჭირდებათ კონსულტაცია და თქვა დარწმუნება იმაში, რომ ეს არის ის ნამდვილად რაც მათ ჭირდებათ. კი, მაგრამ აი როგორც ნახე უკვე ფანტასტიკური ტრენინგ ცენტრიც გაქვს და შეგიძლიათ ის ხალხი დაიბაროთ და აქ დაატრეინინგოთ ფანტასტიკურად. კი, ჩვენი ერთ-ერთი მართულება არის საგანმანათლებლო პლატფორმა Accelera, რომელიც ბიზნესებს თავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს ციფრული უნარების გაუმჯობესების მიმართულებით თავიანთი თანამშრომლებისთვის, ბიზნეს აქტიურობისთვის და ამგვარად ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობთ, რომ ესე იგი ცოდნის და IT პროდუქტების, ციფრული პროდუქტების ცოდნის ამაღლებას შევუწყოთ ხელი, რომ უფრო გავაძლიეროთ შემდეგ უკვე Unit Store-ზე გააზრებული გადაწყვეტილების მიღების რაოდენობა. ძალიან კაი სტრატეგია აგირჩევიათ. რა მინდა კიდე კითხოთ, აი მაგალითად ელექტრონული კომერციის მიმართულებით რა ქართულმა e-commerce-ებმა რაში შეიძლება გამოიყენონ Unit Store. მე კი ვხვდები, მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც ჩაუშალოთ ეს დეტალები. ჩვენ თავაზობთ ფართო სპექტრს IT სერვისების, როგორც არის თუნდაც საინტერესო რაც შეიძლება იყოს სტარტაპებისთვის განსაკუთრებით. ეს არის cloud სერვისები, მათ შეუძლიათ რომ განათავსონ თავიანთი პლატფორმების ტექნიკური ინფრასტრუქტურა, ასე ვთქვათ, ჩვენს cloud სერვისებზე და
ეს გააკეთონ მოქნილად, მინიმალური დანახარჯებით, მინიმალური საწყის ინვესტიციით და თან კვალიფიციური კონსულტანტების მხარდაჭერით. გარდა ამისა მიიღონ პროდუქტიულობის ნაწილში შიდა კომუნიკაციისთვის, კოლაბორაციისთვის, CRM-ები და ესეთი შეიძლება ეს იყოს მათთვის CRM განაწყვეტილებები, ან შეიძლება იყოს მე წამყვანი ბრენდის როგორც არის Microsoft-ი ან Google-ი პროდუქტიულობის სხვადასხვა ხელსაწყოები, როგორც შეიძლება Microsoft 365, Google Workspace-ი, Zoho და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან ბევრია და ბევრი სხვა გაწყვეტილებიც არის, თუმცა ესენი არიან ტოპები და ამაში შეგვიძლია რომ კონსულტაციებიც გავუწიოთ კვალიფიციური. გარდა ამისა, სტარტაპებისთვის გვაქვს ერთგვარი ფანდლები შეკრული, რომელიც მოიცავს იმ ძირითად საწყის სერვისებს, რაც შეიძლება დასჭირდეს სტარტაპს საწყის ეტაპზე მინიმუმ 1-დან 2 წლამდე შუალედში და მანდ გარკვეულ შეღავათებსაც როგორც ფინანსურს, ისე მომსახურების ნაწილში უკეთებთ. ეს არის რაც შეგვიძლია რომ თქვა პირდაპირ მივცეთ მსგავსი ტიპის კომპანიებს, რომლებიც ახლა გეგმავენ ამ სფეროში შემობიჯებას და ასევე ჩემი რჩევა იქნებოდა მეგობრული რომ არ შეეშინდეთ რაღაც გარკვეული ტექნიკური თავიანთი ბიზნესის ტექნიკური მხარეების აუთსორსზე გატანის და კონცენტრირდნენ იმ თავიანთ თავარ პროდუქტებზე და გაიტანონ ასე ვთქვათ ეს დამხმარე პროცესები გარეთ აუთსორსზე, რაც პირიქით მათ ხელს შეუწყობს რომ მეტი ფოკუსი ქონდეთ თავიანთ თავარ პროდუქტზე. თქვენ დიდი ალბათობით დისტანციური კონსულტაციის შესაძლებლობაც გაქვთ და შეიძლება რომ თავშოთ მაგალითად კომპანიებმა ან ადამიანებმა მოგმართონ და ნებისმიერ საკითხზე მიიღონ ამომწურავი პასუხი, ხო? საქართველოს ან სოფლიოს ნებისმიერ წერტილით. კონსულტაციების დაჯავშნა არის შესაძლებელი და ნებისმიერ დროს ჩვენი კონსულტანტები მზად არიან რომ კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული სწორი კონსულტაციები გაუწიონ, ასევე გაუზიარონ გამოცდილება. ძალიან მაგარია. რაც გადაწყვეტილების დროს, მიღების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დამერწმუნებით, რომ დამეთანხმებით, რომ მით უმეტეს სტარტაპისთვის ყოველ დახარჯულ ცენტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, სწორად დახარჯულს და ამ პროცესში შეგვიძლია რომ მათთვის საიმედო მრჩევლები ვიყოთ. ძალიან კარგია. საერთაშორისო ბაზრები ვახსენეთ და აი ძირითადი ვთქვათ სამიზნე აუდიტორია რომელი ქვეყნები არის რა თქვენთვის ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან მოკლედ გარდა იმისა რომ ლოკალურ ბაზარზე შეგვიძლია ამ ციფრული პროდუქტების შეგიძლიათ კი რა ძალიან კარგად ხართ წარმოდგენილი დიახ მადლობა ჩვენ ისეთი ბრენდების პარტნიორები ვართ, როგორებიც არიან Microsoft-ი, Google-ი, Adobe, Oracle-ი, Bitdefender-ი, 3CX-ი და ასე შემდეგ, რომლებიც არიან ტოპ მიმწოდებლები თავიანთი პროდუქტების სოფლიოს მასშტაბით. ეს პარტნიორობა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პროდუქტები გავყიდოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. და ეს ერთგვარი ხელშემწყობი მომენტია Unit Store-ისთვის. თუმცა რაც შეეხება უახლოეს მიზნებს, ძალიან დიდი ინტერესით ვაკვირდებით ჩვენს ახლო სამეზობლოს, სომხეთი, ძალიან აქტუალური გახდა ბოლო დროს. სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ეს არის საინტერესო ბაზრები ძალიან. აზერბაიჯანი, კი ბატონო, ეს არის ძალიან საინტერესო მიმართულებები ჩვენთვის, სადაც უკვე გვაქვს გარკვეული კონტაქტები და ვახორციელებთ მიწოდებებს, მაგრამ არ ვარ აბრეშუმის გზის. ხო, მიყვებით კი აბრეშუმის გზას, მაგრამ ჯერჯერობით არ ვარ წარმოდგენილი ლოკალურად ადგილზე. მაგრამ დისტანციურად ემსახურებით. კი, მაგრამ ჩვენი შემდგომი ამოცანა არის, რომ ლოკალურადაც ასე ვთქვათ ოფისები გაგახსნათ წარმოდგენილი ამ ქვეყნებში და პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ბაზარიც ძალიან სწრაფად მზარდია და ნუ დიდი ბაზრები არის. ზოგადად მზარდი ბაზრებია და IT სერვისების და ციფრული პროდუქტების მიმართ მოთხოვნა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გასაგებია, ძალიან კარგია. რა რჩევებს მიცემდით ქართულ e-commerce კომპანიებს? ხო, ძალიან რთული კითხვა არის. ძალიან კარგი კომპანიები არიან ჩვენთან წარმოდგენილი ბაზარზე და ბევრ ინოვაციურ და ასე ვთქვათ კარგ სერვისებს თავაზობენ მომხმარებლებს. ჩემი რჩევა იქნებოდა რომ
უფრო მეტად კონცენტრირდნენ აი ამ ნდობის მოპოვების ნაწილში, რომელიც ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი არის ხოლმე განწყობილების მიღების დროს შეძენისას მოხმარებლებისთვის. მეორე ეს არის უფრო მეტი მოქნილობა და მობილურობა. მობილურობაში პირდაპირ გულისხმობ, რომ მობილური აპლიკაციიდან შესყიდვები ხდება წამყვანი ტრანზაქციებში მოცულობითაც და ამიტომ ჩვენი ლოკალური ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიების დიდ ნაწილს სამწუხაროდ არ აქვს ასე ვთქვათ მობილური აპლიკაცია, ან თუ აქვს არის გარკვეული განვითარების ეტაპზე და საჭიროებს უფრო მეტ დახვეწას, თუმცა არის ძალიან განვითარებული აპლიკაციებიც და ასე ვთქვათ ფლაგმანები არიან ამ ბაზარზე მობილური აპლიკაციის თვალსაზრისით, მაგრამ მობილური აპლიკაციების განვითარება ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის წარმატებისთვის e-commerce-ში. კი ბატონო, განსაკუთრებით. კეთილი. კარგით, ალეკო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბევრ წარმატებას გისურვებთ და დიდი მადლობა, ვლადო. ძალიან მიხარია რომ დღევანდელ პოდკასტში ვებულობ მონაწილეობას და ძალიან მიხარია ის პროცესები, რომელსაც e-commerce ასოციაცია უდგას სათავეში და თქვენი გამოცდილება და თქვენი წევრების გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს გაერთიანებული და ეს იდეების გაცვლა, გამოცდილების გაცვლა ალბათ ძალიან წაადგება საქართველოს e-commerce-ის კიდევ უფრო დიდ განვითარებასთან. თანაც ტენდენციები გვაქვს მზარდი და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება, ბაზრის მოცულობას გულისხმობ და თქვენი ჩართულობა ამ პროცესში ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. გაიხარეთ.